საპროტესტო გამოსვლა სოფელ გლდანში მოსახლეობას რამდენიმე დღე ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. როგორც სოფელში აცხადებენ, იმის გამო, რომ რამდენიმე ოჯახმა დავალიანება ვერ დაფარა, რაზის მიწოდება მთელ სოფელს შეუწყდა. ბუნებრივი აირით სოფელს კომპანია ყამარ ემგაზი ამარაგებს. კომპანიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მიხეილ ირემაშვილი განმარტავს, რომ მიმდინარეობს დავალიანების ამოღება და იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში მოსახლეობას რაზის მიწოდება აღუდგება. ჩვენი პრობლემა არის საჩქაროდ ეს გაზი. 3-4 დღეა გაგვითიშეს იმის გამო, რომ ვიღაცას გადასახდელი აქვს 4-5 მოსახლეს და გაუთიშეს მთლიანად სოფელს. ვრეკავთ, ერთხელ კი გაგვცეს პასუხი, მაგრამ მე საერთოდ გათიშეს ტელეფონები, საერთოდ არ გამოდიან კონტაქტზე. ეს გამოწვეულია იმ ტექნიკური მიზეზებით, რომლითაც თავარი მომწოდებელი სათითაო მილებით ვერ მოახერხებდა. მან მოახდინა გათიშვა აღნიშნული ცენტრალური მილის.